ამას უბეში 3 თებერვალია და დღევანდელ დღის ამბებს მოყვები ამ ვიდეოში. დაალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ ჩემი გვერდი და გააკეთეთ დონაციები. ანგარიშნაურები მითითებულია პროფილზე. ხო რაღაც ბევრი ამბები მოხდა და რო არ დაგვიგროვდეს მე ყველაფერი ერთად ბარემ მოყვები. მოკლედ კოცების ხადნია კი იყო. ხო და ხვალ პარლამენტის სესია იხსნება და რა კანონები უნდა მიიღონ, ამას შეათანხმეს და მე დინარაძე მოყვარა დაახლოებით რაც იქნება რა. მოკლედ რეგულაციები და კანონები მკაცდება რა. ამ მიტინგებს და გამოსვლებს რაც შეეხება ეს რეგულაციები. ბევრი რაღაცა ადმინისტრაციული სამართლიდან სისხლის სამართალში გადადის, ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა გაიზრდება 60 დღემდე, იქ ჯარიმებიც იზრდება. მოკლედ სახელმწიფო მოხელეების, პოლიტიკოსების ეს მივარდნები როა შეურაცხყოფები რაღაცები ყველაფერი დაждადი გახდება. პოლიციაზე გაწევა და ეგეთი რაღაცები კიდევ უფრო გამკაცდება და სისხლის სამართალი იქნება. აი რაღაც კერძო შენობებში რო შედიან და იქ რო აპროტესტებენ, ეგეც აიგზალება და დაждადი გახდება. აი გუში მაგალითად მოლში რო იყვნენ და იქ რაღაც აქციას რო აწყობენ, ეგ ის იქნება სისხლის სამართალი და რაღაცა იქნება. მოკლედ გამკაცრება რეპრესიული იმის მიმართულებით. მოკლედ როგორც ჩანს უცნებამ გადაწყვიტა რომ ხო ეს აკაცუკოების პარპაში საბოლოოდ აკვეთოს რა. ხო და ეხა საკანონმდებლო საფუძველს ამზადებენ მაგათ დასაჭერად. დაიჭერენ კიდევ უფრო მეტ ხალხს. ხო ზოგადად რა თქმა უნდა მე არ ვარ მომხრე ეგეთი რაღაცების გამკაცრების სასჯელების გონია რომ ისედაც კაცრი სასჯელებია ჩვენთან ბევრ რაღაცაზე შეუსაბამოდ კაცრი. მაგრამ ეთყობა როგორც ჩანს დღეს სხვა გზა ვერ მონახა ოცნებამ ამის საწინააღმდეგო და ლოგიკა მათი მე მესმის რა. აქ ორი მთავარი მომენტია რა. მოსახლეობის მოთხოვნაა, კოცების ამომრჩეველი, ის 1,200,000 კაცი ამას ითხოვს. შიდა კვლევებს ატარებს ქართული ოცნება მუდმივად და იციან თავიანთი ამომრჩევლის განწყობა და ბევრი ნეიტრალური ადამიანიც მე მგონი დადებითად შეხვდება ამ ყველაფერს, იმიტომ რომ ყელში ამოუვიდა რა ხალხს უკვე ამ ყველაფერს ყურება რა. რაღაც პრობლემები ექნება ხალხს გადაადგილებაში, ეკონომიკას ექნება პრობლემები და ბოლო-ბოლო უკვე შეუძლებელი ხდება ხა ამის ყურება, ხო ესთეტიკურად და გარეგნულადაც რავი შეუძლებელია ხა რას გვანან თუ გინდა გარეგნულად თუ გინდა აზრობრივად რა ხა. რამდენი სქესია იმ შეკითხვას ვეპასუხებენ და ეხლა სამშობლო რა არის თურმე რომელია ისიც არ იციან საქართველოს თუ ევროკავშირი და ხალხს ყელში აქვს რა ამოსული რა. ეგ პაბლიკებში და იმაში ჩანს ეს ეხლა ჩემ გამომწერებშიც და იქ ტელეგრამ არხზეც და იმაზეც ავი და დიდი უმრავლესობა 90%-ზე მეტი ვაიმის მომხრე იქნება და შესაბამისად ოცნებასაც გაუადვილი და ამ გადაწყვეტილების მიღება. მეორე ფაქტორი რამაც ამ ყველაფრისკენ უბიძგა არის ევრობიუროკრატიის პოზიციები რა საქართველოსთან დაკავშირებით. ეხლა ვიღაცა იტყვის რომ მაგას ევროპას აბრალებ, ხო ევროპას ვაბრალებ, იმიტომ რომ მათი არასწორი პოლიტიკის შედეგია ეს ხო. ადრე თუ რაღაც შემაკავებელი ფაქტორები ქონდა ოცნებას, ხო ეს შემაკავებელი ფაქტორები გაქრა რა. შეიძლება არ მიეღოთ ეს გამკაცრება, იმიტომ რომ მორიდებოდნენ რომ საპარლამენტო ასამბლეაში გავკიცხავენ ან გაგვრიცხავენ. ან ეხლა ის რომ მიდიოდეს ევროკავშირის გაწევრიანების მოლაპარაკების პროცესი, ეს არ შეფერხდეს რომ მაგიტომ მოერიდებოდნენ და ეხლა თვითონ ევროპამ ისე ხისტად დააყენა რაღაცების გამო საკითხი რომ ხო ეგ ფაქტორი გაქრა რა. ფეხებზე კიდია ეხლა ოცნებას მეტი რაღა უნდა თქვას ევროპამ. ან რა უნდა ქნას. ხო და რა ვიცი ოპოზიცია რისკენაც მიდიოდა იქამდე მივიდა რა. თაგვმა თხარაო, კატა გამოთხარაო რა. ესე თუ გააგრძელეს კიდევ უფრო მეტად დაუახლოვდებით რუსეთს რა, შინაარსობრივად. ხო, სხვა რა ხდებოდა ეხლა მსოფლიოში კიდე, მოკლედ ეხლა ოცნების ცისქვეზე ასხავს წყალს ის რაც ამერიკაში ხდება, რა თქმა უნდა. ეს USAID პრაქტიკულად დაიხურა, გაუქმდა. რამე კრიმინალურ ორგანიზაციად გამოცხადდა და ტრამპმა დღეს თქვა რომ ეგო შეშლილების ბუდეაო იყო. რა თქმა უნდა დაფინანსებები ამ USAID-ის ხაზით შეწყდა, ამ ჩვენ NGO-ებს შეუწყდა, აი გამოძიებები რაღაცები მიდის, ვიღაცები შეიძლება დაიჭირონ.
აგრეთვე საუბარია აირაიზე და ნეტზე. ამ ნეტზე ქონდა აქცენტირება ხოლმე ყოველთვის ოცნებას და ხო, მაგათ რაღაცა ცუდად არის მაგათი საქმე იქ ამერიკაში რა. პირდაპირ იძახიან, რომ USAID აფინანსებდა ეს COVID-ის ამბებიც მაგათი ბრალია. იმუხანის ლაბორატორიაში კვლევები USAID-დან ფინანსდებოდა. გადატრიალებები და ფერადი რევოლუციები მადიდან ფინანსდებოდაო და კრიმინალებს და ტერორისტებს ურიცხავდნენ ფულს. მეტი რაღა უნდა ითქვას ახლა. ვიქტორია ნულაძე მე მგონი საერთოდ დაჭერაზე მიდის ბაზარი რა. აი ეს კურატორი ვინც იყო უკრაინული მაიდანის რა. ხო, ესეთი ამბებია ამერიკაში. ხო, კიდე ამერიკაში რა არის ახლა მოკლედ მარკ რუბიო შეხვდა იქ პანამის პრეზიდენტს და პანამა ეგრევე უკანა ფეხებზე დადგა და ყველაფერს გავაკეთებთ, რასაც იტყვითო და ეს მემორანდუმს გავაუქმებთ ჩინეთთანო. რაღაც ერთი სარტყელი ერთი გზის ფარგლებში ეს პანამის არხის ცმაგ ჩინური პროექტის ნაწილი უნდა გამხდარიყო, ეგეთი გეგმა იყო და აპაპაო ჩინეთს აღარაფერში აღარ შეუშვებ, თქვენსკენ ვართ. ერთი შეხვედრა აღმოჩნდა მაგისტრის საკმარისი. ხო, უკრაინაზეა კიდე ამბები, მოკლედ ზელენსკიმ ერთ გამოსვლაში გუშინ თქვა, რომ ვისაც 75 მილიარდიო კაცო, 75 მილიარდი მივიღეთ ჩვენო. სულო ამერიკისგან. ამერიკელები ძახიან 175 მივეცითო. მოკლედ 100 მილიარდია რაღაც გზაში გამქრალი რა. და მაგაზეც დიდი ამბავი იქნება და გამოძიება, საწავიდა ეგ ფული, როგორ დაიხარჯა, ვინ შეჭამა, რა შეჭამა და რა ვიცი ახლა მასკი ხელმძღვანელობს ამ ყველაფერს რა, ეფექტიანობის დეპარტამენტს, როგორ და რაში ხარჯებოდა ამერიკული ფულები, ეგ უნდა გამოიძიოს, გაარკვიოს, რაც ჩასახსნელია ჩახსნის, რაც დასატოვებელია დატოვებს და ამ პროცესში ბევრი ხალხი აი deep state-დან, სხვათა შორის არ ჩვენთან რომ ვიღაცები შაყირობენ და deep state-ი გონიათ, რომ ოცნება ახსენებს მარტო deep state-ს და ამათი მოგონილი არა, ტრამპი და მასკი იძახიან deep state-ს. ხო, და იმ deep state-ის დედის წყნარი დაგეგმილი ამერიკაში. ხო. და ამას სათავეში ჩაუდგება სავარაუდოდ ის ფებერის ახალი უფროსი კეშ პატელი. ეს იძახის, რომ ეს ეპშტეინის საქმე და ფავდიდის საქმე და ეს რაღაც საქმეები ყველა გამოძიებაში იქნება და ბევრ ხალხს აქვს ელეთმელეთი შიშისაგან თვითონ იმ ამერიკაში. აი deep state-ის საქმეებში ჩართული მეებს, მათ შორის ამ სამედიცინო მაქინაციებში და COVID-ის ამბებში და 1000 რაღაცაში. და ამ უკრაინის იმეებში კიდე საწავიდა, როგორ წავიდა ეს ამ ხილაფულები, მაგაში ვინც იყო გარეული, ისიც იმასაც არ ძინავს შვიდად. ხო, რუსეთიდანშიც იყო რაღაც ახალი ამბები, მოკლედ ალიეპარუსა არის ესეთი პრესტიჟული საცხოვრებელი კომპლექსი, იქ მოხდა ტერაქტი რა, ხოლში აფეთქება მოხდა და ვინმე არმეს სარკისიანი იყო სამიზნე რა. და მოკლედ ტერაქტის შედეგად დაიღუპა. ეს ტიპი ძალიან აქტიურობდა ამ დონბასში და უკრაინის ომის ამბებში, რაღაც ბატალიონიც ჰქონდა თავისი მოხალისეთა შექმნილი არბატი და იმას აფინანსებდა და დიდი ალბათობით უკრაინელების ხელი ურევია ამ ყველაფერში უკრაინელებმა აფეთქეს რა. სავარაუდოდ. ხო. აი ეს არის მოკლედ ის ძირითადი ამბები, რაც ამ დროისთვის ხდება და საღამოს ალბათ კიდე წამოა ნიუსები და ღამე შეიძლება ჩავწერო კიდე ერთი ვიდეო.